დღეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად ნებისმიერი ფილმის ნახვა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგინდით. ჩვენ ჯიბეში დევს პატარა მოწყობილობა, რომელსაც წამებში შეუძლია მსოფლიოს კინომემკვიდრეობის უზარმაზარ ნაწილთან დაგვაკავშიროს. თუმცა, ზუსტად ამ ეპოქაში, როცა კინო ყველგანაა, ჩვენს ტელეფონებში, ლეპტოპებსა და მისაღებ ოთახებში, ის სივრცეები, სადაც ეს ხელოვნება დაიბადა, უბრალოდ თვალსა და ხელს შუაქრებიან. ათეულობით ისტორიული კინოთეატრიდან დღეს მხოლოდ ერთეულები დარჩა. ისიც ძირითადად დიდი სავაჭრო ცენტრების შიგნით, სადღაც ბოლო სართულებზეა შეყვუჟული. როგორ მოხდა, რომ ინდუსტრიამ, რომელიც ორ მსოფლიო ომს, დიდ დეპრესიასა და ტელევიზიის გამოგონებას გადაურჩა, მოულოდნელად ასე მარტივად გამოაცხადა კაპიტულაცია. თუ ეს მხოლოდ პროგრესის ბუნებრივი შედეგია. თუ ჩვენ რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დავკარგეთ, ვიდრე უბრალოდ დიდი ეკრანები არის. მოდი, პირდაპირ ვიტყვი, მე არ მიცხოვრია იმ ეპოქაში, როცა კინოთეატრი ქვეყნის მთავარი კულტურული გულიცემა იყო. ჩემი თავისთვის, ისევე როგორც ბევრი თქვენგანისთვის, კინო ყოველთვის ასოცირდებოდა სავაჭრო ცენტრში გასეირნებასთან, პოპკორნის სურათთან და მოლების იდენტურ დარბაზებთან. ძველი დამოუკიდებელი კინოთეატრები ჩემთვის მხოლოდ ქალაქში შემორჩენილი უფუნქციო, ხშირად მიტოვებული კედლები და გაუგებარი არქიტექტურა არის. მაგრამ, როდესაც ამ თემით დავინტერესდი, ძველ არქივებს ჩავხედე და სტატისტიკას დავაკვირდი. საქმე უფრო ბევრად უფრო დიდ მასშტაბურ დანაყოფთან გვაქვს, ვიდრე უბრალოდ ძველი შენაობის ნგრევა. სოციოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს მესამე ადგილი. ეს არის სივრცე, სახლსა და სამსახურის მიღმა, სადაც ადამიანები სრულად უსასყიდლო და თან მინიმალური დანახარჯით იკრიბებიან კოლექტიური გამოცდილების მისაღებად. კინოთეატრი 10 წლეულობის განმავლობაში სწორედ ასეთი უნიკალური ადგილი იყო. ჩვენ ნენერა წავშალეთ სივრცეები, სადაც სრულად უცნობი ადამიანები გვერდიგვერდი ისხდნენ და სიბნელეში ერთსა და იმავე ემოციას იზიარებდნენ. ერთად იცინოდნენ, ერთად ეშინოდათ თუ ერთად ტიროდნენ. როდესაც კინოთეატრის შენობა ქრება არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ საზოგადოებრივი ქსოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ფილმის ყურება საზიარო თითქმის რიტუალური პროცესიდან გადაიქცა ინდივიდუალურ იზოლირებულ მოხმარებად, მაგრამ სანამ გავიგებდეთ, რამ გამოიწვია ეს გლობალური და ლოკალური კრახი, უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც კინოთეატრი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გასართობი ადგილი. საბჭოთა საქართველოში კინოს განსაკუთრებული თითქმის წმინდა იდეოლოგიური სტატუსი ჰქონდა. საბჭოთა კავშირმა ამუშავა ეგრეთ წოდებული კინოფიკაციის გრანდიოზული გეგმა. ეს იყო არა მხოლოდ რამდენიმე დიდი დარბაზის გახსნა დედაქალაქში, ეს იყო მიზანმიმართული ქსელი, რომელმაც მთელი ქვეყანა დაფარა. მე-20 საუკუნის 70-იანი, 80-იანი წლებში საქართველოში მოქმედი კინოდანადგარებისა და დარბაზების რაოდენობა ასეულებს. ზოგიერთ პერიოდში კი 1000-ს კი აჭარბებდა. მარტო თბილისში ათეულობით სპეციალიზირებული კინოთეატრი მუშაობდა. ესენი იყო რუსთაველი, ამირანი, აპოლო, გამარჯვება, ყაზბეგი, კომკავშირელი, თითქმის ყველა უბანს თავისი კინოცენტრი ჰქონდა. ქუთაისში ხალხი კოლხეთში, რადიუმსა თუ სულიკოში დადიოდა. კინო არსებობდა ყველგან, ზესტაფონში, ოზურგეთში, ამბროლაურში, წალენჯიხაში და მაღალმთიან სვანეთის სოფლებშიც კი. რას ნიშნავს ეს, როცა კინო ყველგან იყო? ეს ნიშნავს, რომ კულტურული ცხოვრება არ წარმოადგენდა მხოლოდ თბილისის ცენტრის პრივილეგიას. კინოთეატრი რეგიონებში მხოლოდ ერთადერთი ფანჯარა იყო გარე სამყაროში. როდესაც პატარა რაიონულ ცენტრში ახალი ფილმი ჩადიოდა, ეს არ იყო უბრალოდ გასართობის სეანსი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი სოციალური მოვლენა. იქ მიდიოდა ყველა, მეზობლები, ნათესავები, სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი ინტელიგენცია. შენობა, რომელიც ხშირად მონუმენტური არქიტექტურით გამოირჩეოდა და ქალაქის თუ დაბის ცენტრალურ მოედანზე იდგა, ხდებოდა ადგილობრივი იდენტობის ნაწილი. ბილეთი სულ რაღაც 10-დან 30 კაპიკამდე ღირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად მისი ეკონომიკური მდგომარეობისა შეეძლო კვირაში რამდენჯერმე შესულიყო დარბაზში. ფილმის დაწყებამდე აუცილებლად საჩვენებელი დოკუმენტური ქრონიკები კი ხალხისთვის ახალი ამბების, მეცნიერული მიღწევებისა და ვიზუალური ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ხდებოდა. იმ ეპოქაში, როცა ტელევიზია ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, ინტერნეტზე კი არავის მნოდა, ეს სივრცეები ათანაბრებდა ადამიანებს, აჩენდა საერთო სალაპარაკო თემებს და ქმნიდა საერთო კოლექტიურ მეხსიერებას. კინოში წასვლა იყო რიტუალი, სადაც ადამიანები საუკეთესო დასაცმელს იცვამდნენ. ხდებოდნენ ერთმანეთს, აჩენდნენ ახალ კავშირებს და გრძნობდნენ, რომ დიდი სამყაროს ნაწილი იყვნენ. მაგრამ 90-იან წლების დასაწყისში ეს უზარმაზარი საგულდაგულოდ აშენებული კულტურული რუკა ერთ წამში უბრალოდ წაიშალა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ, ეკონომიკური კოლაფსმა და სამოქალაქო ომებმა საქართველოში კინოინდუსტრიას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა. ქვეყანაში, სადაც ელექტროენერგია მოსახლეობას დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. კინოთეატრები პირველები აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ. წარმოიდგინეთ ზამთრის ცივი დღეები, როცა უზარმაზარი დარბაზის გათბობის არანაირი რესურსი არ არსებობს. ტემპერატურა შენობაში 0-ს ქვემოთ ეცემა. ძიმე 35 მმ-იანი პროექტორების სასამუშავებლად კი ქსელში ძაბვა უბრალოდ არ არის. ფირები დაზიანდა, აპარატურა მოძველდა, ან გაიძარცვა, ხოლო თავად ჩენოვები ნელ-ნელა სიცარიელემ და სიცივემ მოიცვა. ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში კინოსთვის აღარ ეცადა, თუმცა საოცარი ისაა, რომ ამ გაუსაძლის პირობებში კინოს ყურების ამბების მოსმენისა და რეალობიდან გაქცევის მოთხოვნილება არსად გამქრალა. ადამიანებს კვლავ სჭირდებოდა ისტორიები, მაგრამ რადგან საჯარო სივრცეები გაიყინა და დაიხურა, ამ მოთხოვნილებამ ფორმა იცვალა და კერძო სახლის პირობებში გადაინაცვლა. და ზუსტად ამ მომენტიდან იწყება იმ მიზეზების ჯაჭვი, რომელმაც კინოთეატრების საბოლოოდ აქცია წარსულის რელიკვია. პირველი სერიოზული ალტერნატივა, რომელმაც მაყურებელი დარბაზიდან სახლში გადაიყვანა, VHC ვიდეოკასეტები იყო. 90-იანების საქართველოში ნამდვილი ბუმი დაიწყო. გაჩნდა ეგრეთ წოდებული ვიდეოსალონები და კასეტების გაქირავების პუნქტები. ადამიანებს შეეძლოთ ჰოლივუდური ბლოკბასტერების საკუთარი მისაღებ ოთახში მეგობრებთან ერთად ენახათ. კინო გახდა პერსონალური. მოგვიანებით გაჩნდა DVD ფორმატი, რომელმაც ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა, მაგრამ ნამდვილი რევოლუცია და ტრადიციული კინოჩვენების სასიკვდილო განაჩენი მაინც ინტერნეტის განვითარებამ და მეგობრობამ გამოიწვია. თუ დასავლეთში ადამიანები ფილმებს სპეციალურ პლატფორმებზე ყიდულობდნენ, საქართველოში ჩამოყალიბდა უნიკალური პირატული ეკოსისტემა. მაყურებელს სთავაზობდნენ ნებისმიერ ახალ ფილმებს. ხშირად კინოთეატრებში პრემიერიდან რამდენიმე დღეში აბსოლუტურად უფასოდ და ქართული გახმოვანებით, ამ პირობებში საშუალო მომხმარებლისთვის გაჩნდა ლოგიკური კითხვა. რატომ უნდა გადავიხადო ფული ბილეთში, თუმცა შემიძლია ზუსტად იგივე ფილმი სახლში დინიდან ამდგრალად ნახო. დღეს კი ამ ევოლუციის მწვერვალი სტრიმინგ პლატფორმებია, რომლებიც რთული ალგორითმებით გთავაზობენ ზუსტად იმას, რაც ჩვენს გემოვნებას შეესაბამება. კინო საბოლოოდ მოერგო ინდივიდს, მაგრამ ამით დაკარგა თავისი კოლექტიური ბუნება. თუმცა ტექნოლოგია ნაწილია პასუხისა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ურბანული ეკონომიკაა. ძველი დამოუკიდებელი კინოთეატრები უზარმაზარ შენობებს იკავებდნენ ქალაქის ცენტრში. ასეთი შენობების შენახვა გათხოვდა და თანამედროვე ციფრული პროექტორებით აღჭურვა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში თანამედროვე კინოთეატრები ბილეთების გაყიდვით ძალიან ცოტას შეულებენ, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი ჰოლივუდურ სტუდიებთან მიდის. თანამედროვე კინოთეატრის ბიზნესი რეალურად პოპკორნისა და გაზიანის სასმელების გაყიდვაზე დგას, სადაც მოგების პროცენტი ხშირად 80%-ს აჭარბებს. ამ ეკონომიკურ რეალობამ შობა მულტიპლექსების მოდელი. კინოთეატრები გადავიდნენ სავაჭრო ცენტრებში, რადგან იქ ინფრასტრუქტურა მზადაა და მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს ყველაფერს. კინოთეატრი დამოუკიდებელი კულტურული ფენომენიდან გადაიქცა მოლის ერთ-ერთ დანამატად. შესაბამისად, ყველა ის შენობა, რომელიც ამ მოდელში ვერ ჩაეწერა, ეკონომიკურად განწირული აღმოჩნდა. თუ კინოთეატრების კლევა მანამდე ნელი პროცესი იყო, 2020 წლის პანდემიამ ეს ყველაფერი საოცრად დააჩქარა. თვეების განმავლობაში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ყველა კინოთეატრი სრულად დაიკეტა. სტუდიებმა ფილმების პრემიერები პირდაპირ სტრიმინგებზე გაუშვეს. მოყურებელმა კი საბოლოოდ გამოიმუშავა ჩვევა სახლში ყურების კომფორტი, სადაც ნებისმიერი დროს შეგიძლია ფილმი პაუზაზე დააყენო. პანდემია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მაყურებლის ქცევა ძველ ნიშნულს აღარ დაბრუნებია. ამ ყველაფერმა საქართველოს თანამედროვე კინო ლანდშაფტი მკაცრად შეცვალა. თუ გადავხედავთ მონაცემებით, ქვეყანაში მოქმედი კინოთეატრების აბსოლუტური უმრავლესობა თავმოყრილია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დანარჩენი საქართველო წარმოადგენს სრულად კინემატოგრაფიულ უდაბნოს. მთელი თავები იზრდებიან რეგიონებში, ისე რომ მათ არასდროს ჰქონიათ კინოთეატრში ფილმის ნახვის გამოცდილება, რაც რეალურად კულტურული იზოლაციაა. დედაქალაქებშიც კი ისტორიული შენობების ბედი ტრაგიკულია. კინოთეატრი აპოლო, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაც კი ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი კინონაგებობაა, წლებია დაკეტილია. კინოთეატრი რუსთაველი კი აღარ ფუნქციონირებს. თავისი პირვანდელი დანაშაულებით ჩვენ მივიღეთ რეალობას, რაც კინო დამოუკიდებელი არქიტექტურული ფორმიდან გადაიცა მოლის ერთ-ერთ სექციად. კინოსულიკო კი სრულიად დანგრეული არის. არის თუ არა ეს პროცესი შეუმქცევადი? თითქმის კი, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგალითად საფრანგეთში პარიზი დღემდე ინარჩუნებს ასწავლებით დამოუკიდებელ მცირე კინოთეატრს,
რადგან იქ მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ძალაობს ფილმის სტრიმინგზე სწრაფად გაშვებას. იქ კინოთეატრები აღქმულია როგორც კულტურული მემკვიდრეობა და არა მხოლოდ ბიზნესი. სხვა ქვეყნებში კინოთეატრები გადარჩენისთვის ტრანსფორმირდებიან და სთავაზობენ მაყურებელს უმაღლესი ხარისხის IMAX ეკრანებს, პრემიუმ სერვისებს, კინოკლუბებსა და დისკუსიებს. ისინი ყიდიან არა უბრალოდ ბილეთს, არამედ განსხვავებულ საღამოს. და აი მივედით მთავარ კითხვამდე, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა იმალე. ნამდვილად კინოთეატრები გაქნა. თუ უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა დაგვაგებთ ერთმანეთთან საერთო ფიზიკური გამოცდილების გაზიარების სურვილი. ინტერნეტმა მოგცა ილუზია, რომ ჩვენ მუდმივად კავშირზე ვართ, მაგრამ რასაც ჩვენ ვიკეტებით საკუთარ ციფრულ ნიჟარებში, ჩვენივე ყურსასმენებით და ეკრანებით, ჩვენს უარს ვამბობთ საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უძველეს ფორმაზე, უცნობებთან საერთო ისტორიის მოსმენაზე. კინოთეატრების გაქრობა არ არის მხოლოდ ერთი ბიზნეს მოდელის კრახი. ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი. პროგრესს თავისი ფასი აქვს და კომფორტის სანაცვლოდ ჩვენ დავთმეთ სივრცეები, რომლებიც გვაერთიანებდა.